დედაღორი და მგელი. ერთ დედაღორს სამი კოჭი ყავდა. ნათესავმა მლაშე ზურგიელი მოართვა. ღორულად მიასკდნენ და მერე წყურვილი აღჭობა. დედაღორი წყლის მოსატანად წავიდა, როგორც კი კართა დინარეში ჩაყო, საიდანღაც გამოჩნდა მგელი და ზურგზე მოახდა. უნდა შეგჭამო დედაღორო, შემჭამო, გაიკვირვა დედაღორმა. ხორცი რომ არ მაბია, რა შეჯამ? არა, თუ კბილები გეცოდება, თავი დამანებე, სამი ისეთი გოჭი მყავს. როგორც მწიფე მსხრები, ერთს მოგცემ და მომეშვი. ეგ კი მომწონს, თქვა მგელმა. დაგირქმევია სახელები, ერთს უდრო ჰქვია, მეორეს მაგარა, მესამეს თბილანა. კარგი, უთხრა მგელმა და გაუშვა. წავიდა მგელი. შვილებს წყალი დაალევინა, ორივე კარი მაგრა ჩაკეტა და თავის გოჭებთან თბილად დაწვა. სად იყო და სად არა მოძუნძულდა მგელის და დაიძახა. აი, უდრო დროს ვერ გამოგხედავ, გამოძახა დედაღორმა. მგელმა ისევ დაიძახა. აი, მაგრად არის კარები ჩაკეტილი, მოესმა ისევ პასუხად. მესამედაც დაიძახა მგელმა. აი, თბილანა, თბილად წევარ ჩემ შვილებთან, ისევ გამოძახა დედაღორმა. რაზისაგან მგელი იქვე დაეცა, სადაც კი ყვავები იყო, სულ აქ მოფრინდნენ და კორტნა დაუწყეს. მგელმა დააღო პირი და ერთი ყვავი დაიჭირა. ხელი ჯავრი შენზე უნდა ვიყარო, უთხრა მგელმა. რაც გინდა ის მიყავი, გინ შემჭამე, გინ წყალში გადამაგდე, შენი ნება ოღონდ ერთ რამეს ხდო, ცერცვის ასხმულას და ხაჭაპურს. ნუ შემაბავ, ყელზე და კლდიდან, ნუ გადამაგდებ. კიდევ კარგი შენ თვითონვე მითხარი, რისაც გეშინია, უთხრა მგელმა. შეაბა ყელზე ცერცვის ასხმულა, ხაჭაპური და კლდიდან გადაუძახა. ყვავმა შეიფრთხიალა და ერთ მაღალ ხეზე შემოჯდა. ჩაიგდებს პირში ცერცვის მარცვალს და აყოლებს ხაჭაპურს და ყრანტალებს. ყვა, მგელო, ყვა, გასკდი გულზე. მეორედ მოტყუებამ სულ გადარია მგელი და ბრაზით მართლა გაუსკდა გული.